2022 წელს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ამერიკამ ჰიროშიმასა და ნაგასაკის დაბომბვით პრეცედენტი შექმნა. ამით იგი მიანიშნებდა, რომ შეიძლება უკრაინის წინააღმდეგ გამოეყენებინა ატომური იარაღი. საბედნიეროდ რუსეთს მსგავსი არაფერი არ ოქნია, თუმცა ამაზე ლაპარაკი მუდმივად გრძელდება და ზოგ რუს ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ბირთვული ესკალაცია არის საჭირო რუსეთისთვის, რადგან უკრაინა უკვე რუსეთის შიგნით ახორციელებს დარტყმებს და მათი აზრით უკრაინას ეს არ უნდა გასდიოდეს. თანაც ეს არ არის ერთადერთი ხელიწერტილი მსოფლიოში ამ წამს. როგორც თქვენ იცით, მიმდინარეობს ომი ამერიკასა და ირანის შორის სწორედ ირანის ბირთვული პროგრამის განო. ზოგი ამერიკელი კი ჩუმად ფიქრობს, რომ შეიძლება ტაივანის დასაცავად გახდეს საჭირო ბირთვული იარაღის გამოყენება. ამ ვიდეოში მე შევეცდები ახსნა, თუ რა შემთხვევაში შეიძლება მსგავსი რამ საერთოდ მოხდეს. ახსნით იმას, თუ რა არის ბირთვული რევოლუცია, ანუ თუ რატომ არის ესეთი განსხვავებული და მნიშვნელოვანი ბირთვული იარაღი და რა სიტუაციაში და როგორ შეიძლება ველოდოთ ესკალაციას. სანამ დავიწყებდეთ, თურმე რომ ორი ტერმინი გავიაროთ. პირველი არის საპასუხო დარტყმის უნარი. ეს ნიშნავს, რომ თუ ქვეყანას პირველს დაარტყავენ, მას მაინც შეიძლება, რომ ბირთვული იარაღით გაცეს პასუხი. მაგალითად, თუ რუსეთი პირველი დაარტყავს ამერიკას ბირთვული იარაღს, მაშინ ამერიკას თუ აქვს საპასუხო დარტყმის უნარი, ანუ შეუძლია ამერიკასაც უპასუხოს რუსეთს და ორივე განადგურდება. ეს კი ებმის მეორე ტერმინს, ურთიერთგანადგურების პრინციპს. ანუ თუ ორ ან მეტ სახელმწიფოს აქვს საპასუხო დარტყმის უნარი, მაშინ მათ შორის მოქმედებს ურთიერთგანადგურების პრინციპი. არც ერთს არ შეუძლია, რომ ერთ-ერთის წინააღმდეგ გამოიყენოს ბირთვული იარაღი, ისე რომ თვითონაც არ მოხდეს ბირთვული იარაღი და ანუ თვითონაც არ განადგურდეს. ამიტომაც ამ შემთხვევაში არავის არ აწყობს, რომ პირველი იყოს, ვინც ბირთვული იარაღს სხვის წინააღმდეგ გამოიყენებს. ახლა კი უკვე შეგვიძლია რომ გადავიდეთ ბირთვულ რევოლუციაზე. ამისათვის მე მსურს რომ 4 შეკითხვას გავცეთ პასუხი. პირველი შეკითხვა რა განასხვავებს ბირთვული იარაღს ყველა სხვა წარსული იარაღისგან? პასუხი არ არის, რომ ის მეტ ადამიანს კლავს, ან რომ ძალიან გამანადგურებელია ან რაიმე მსგავსი. ადრე საკმაოდ მარტივი იყო ომში ბევრი ადამიანის მოკლა. მაგალითად ამერიკამ ჰიროშიმასა და ნაგასაკიზე მეტი ადამიანი მოკლა, როცა ტოკიო დაბომბა პირველ ღამეს. და მაინც მაშინ რაში არის ბირთვული იარაღის მუღამი, თუ ეს არ არის ის, რომ უბრალოდ ძალიან გამანადგურებელია. საქმე ისაა, რომ აქამდე თუ თქვენ გსურდათ რომ ბევრი ადამიანი მოგეკლათ ომში, საჭირო იყო რომ ჯერ დაგემარცხინდეთ მოწინააღმდეგის არმია. შემდგომ შეგეძლოთ შესულიყავით მის ქვეყანაში და ყველაფერი მოგესპოთ. ახლა ეს აღარ არის საჭირო. თუ თქვენ გაქვთ ბირთვული იარაღი, შეგიძლიათ რომ მოწინააღმდეგის ქვეყანა პირდაპირ მოსპოთ ისე, რომ ის ჯარს არ შეეხოთ ჯერ. წარმოგიდგენთ ჩრდილოეთ კორეის მაგალითი. რომ არ ჰქონდეს მას ბირთვული იარაღი, მაშინ ვერაფერს ვერ გახდებოდა ჩინეთისა და ამერიკის წინაშე. ორივე მათგანი მარტივად დაიბრუნდა ჩრდილოეთ კორეას. ახლა არც ერთ ეს ვარიანტი არ გააჩნია, რადგან ჩრდილოეთ კორეას შეუძლია რომ მიწვდეს მათ უდიდეს ქალაქებს ბირთვული იარაღით და გაანადგუროს. ეს ფუნდამენტურად ცვლის საერთაშორისო ურთიერთობებს. აქამდე პოლიტიკა იყო იმაზე, თუ ეყოლებოდა უფრო დიდი ჯარი, ვინ დაიპყრობდა ვის დედაქალაქს და ასე შემდეგ. ახლა ეს ვარიანტი გაქრა. ეს არ ნიშნავს, რომ ჯარს მნიშვნელობა აღარ აქვს და რომ ომი აღარ იარსებებს, მაგრამ ომი ფუნდამენტურად შეიცვალა ბირთვულ სახელმწიფოებს შორის. ეს აღარ არის უკვე ჯარების დატოვება, ეს არის უფრო კონკურსი იმაში, თუ ვინ უფრო მეტ რისკზე წავა. მეორე შეკითხვა, რატომ არის ბირთვული იარაღი აბსოლუტური იარაღი? საქმე ისაა, რომ ნებისმიერი სხვა ტიპის იარაღი არის ფარდობითი. ჯარისკაცი შენმეტი გეყოლება თუ მოწინააღმდეგეს, ამას აქვს მნიშვნელობა. ტანკების შემთხვევაშიც ამას აქვს მნიშვნელობა და артиლერიის შემთხვევაშიც. მაგრამ ბირთვულ იარაღზე ეს ასე არ არის. რაღაც ეტაპის მერე არანაირი აზრი არ აქვს იმას, რომ შენ მეტი ბირთვული ბომბი გქონდეს. თუ შენ შეგიძლია რომ მოწინააღმდეგის ყველა დიდი ქალაქი ააფეთქო მეორე დარტყმის შემთხვევაში, მაშინ არაფერს არ ცვლის, შენ გექნება 200 ბომბი თუ 2000. ამიტომაც ბირთვული იარაღის არის ეგრეთ წოდებული აბსოლუტური იარაღი და არა ფარდობითი. მესამე შეკითხვა, ბირთვული იარაღის შემთხვევაში რატომ არის თავდაცვა ცუდი? 1972 წელს ამერიკასა და სოციალისტებს შორის ხელი მოეწერა ანტიბალისტიკური რაკეტების შემზღუდავ ხელშეკრულებას. ანუ ხელშეკრულებით შეიზღუდა იარაღი, რომელიც შენ დაგიცავდა ბირთვული ბომბისგან. ეს ცოტა უცნაურია. როგორც წესი, მსგავსი ხელშეკრულებები ზღუდავს ხოლმე შეტევით იარაღს და არა თავდაცვით იარაღს. მაგრამ როცა საქმე ეხება ბირთვულ ბომბს, ყველაფერი არის პირიქით და თავდაცვა არის შეტევა და შეტევა არის თავდაცვა. რატომ? იმიტომ რომ თუ შენ მოახერხე და თავი დაიცავე მოწინააღმდეგის ბირთვული იარაღისგან, მას შენ შეგიძლია შეუწიო ისე, რომ მან ვერ გიპასუხოს. ეს ნიშნავს, რომ ქრება ურთიერთგანადგურება. ამ დროს კი ვიღებთ არასტაბილურ სიტუაციას. მოწინააღმდეგეს ექნება სტიმული, რომ შემოგიტიოს, მანამ სანამ შენ შეძლებ თავის დაცვას და ამ სისტემების შექმნას და მას მეორე სტიმული ექნება, რომ თუ შენ უკვე ააგე სისტემები, ძალიან ბევრი ბომბის შექმნას, რათა როგორმე გაწუდეს შენ თავდაცვით სისტემებს. ამიტომაც აქ ყველაფერი უღმახდება. მეოთხე შეკითხვა, რომელიც ებმის წინას. ბირთვული იარაღი არის შეტევითი თუ თავდაცვითი? ერთი შეხედვით უცნაური უნდა იყოს ჩვენთვის, რომ 1945 წლის შემდეგ არავის არ გამოუყენებია ბირთვული იარაღი. ეს ხომ გავს იდეალურ შეტევით იარაღს, ამდენ რაღაცას ანადგურებს. მაგრამ სწორედ ამიტომ ის ნამდვილში თურმე თავდაცვითი არის. იმიტომ რომ თუ რამდენიმე სახელმწიფოს აქვს საპასუხო დარტყმის უნარი, ჩვენ ვიღებთ
ვიღებთ ურთიერთგანადგურებას და შენ თუ გამოიყენებ ბირთვული იარაღს პირველი, შენს განადგურდები. ამიტომაც ბირთვული იარაღი აქრობს სტიმულს, რომ შენ მოწინააღმდეგე შეუტიო, რადგან შენ თვითონ დაზიანდები ამის შედეგად. გამოდის, რომ ბირთვული იარაღი თავდაცვას ეხმარება. ალბათ სწორედ ამიტომ არ გადაიზარდა ცივი ომი ცხელომში და ალბათ სწორედ ამიტომ არ ხდება არანაირი კონფლიქტი ბირთვულ სახელმწიფოებს შორის. ნუ აი ინდოეთი პაკისტანის რაღაცა პატარა დრამებს თუ არ ჩავთვლით. მაგრამ ეს ცხადია არ გამორიცხავს ომს ბირთვულ და არაბირთვულ სახელმწიფოებს შორის. ახლა უკვე ამაზე მინდა რომ გადავიდეთ და პირდებით რომ როცა გავივლით რამდენიმე ისტორიულ მაგალითს, მე ყველაფერი ცხადი გახდება უკრაინასა და ტაივანის კონტექსტშიც. ესე იგი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია უკვე ცოტათი ყველას ხელში ჰქონდა ამოსული და ყველაში თანხმდა რომ არც დასავლეთ და არც აღმოსავლეთ გერმანიას არ უნდა ჰქონოდა ბირთვული იარაღი, იმიტომ რომ მათ ხელში კაცმარეთის რა მოხდებოდა. ეს ამერიკისთვის კი რაღაც მხრივ პრობლემას ქმნიდა, რადგან ამერიკას, ბრიტანეთს და საფრანგეთს სამიოს ჰქონდათ ბირთვული იარაღი და ამ მხრივ სსრკ-სგან დაცულები იყვნენ. სსრკ-მ იცოდა რომ თუ რომელიმე მათგან შეუტევდა, თვითონაც განადგურდებოდა, ამიტომაც ამას ვერ დააპირებდა. მაგრამ თუ დასავლეთ გერმანიას თვითონ არ ჰქონდა ბირთვული იარაღი, ეს რისკს ქმნიდა, რომ საბჭოთა კავშირს მისთვის შეეტია და მოეგო. თუ ნატოს ქვეყნები ვერ მოერედნენ საბჭოთა კავშირს, მაგ შემთხვევაში რა უნდა მოხდარიყო? გამოიყენებდა თუ არა ამერიკა ბირთვული იარაღს იმისათვის, რომ დაეცვა დასავლეთ გერმანია, ამის არავის არ ჯეროდა დიდად. არ ჯეროდა არავის, რადგან ამ შემთხვევაში სსრკ-ს გამოიყენა ბირთვული იარაღს და ამერიკა განადგურდებოდა. და ცხადია, რომ ამერიკა დასავლეთ გერმანიის გულისთვის საკუთარ თავს არ გაინადგურებდა. ეს კი დიდი სავის სატკივარი გახდა ცივი ომის პერიოდში ამერიკელებისთვის. შეკითხვა იყო შემდეგნაირი: როგორ უნდა გამოიყენო ბირთვული იარაღი პირველმა რომ არ განადგურდე, ან როგორც მინიმუმ მტერს დააჯირო, რომ შენ ამპირებ მის გამოყენებას, რათა მან არ გადადგას შეტევითი ნაბიჯები. იმისთვის რომ ამაზე პასუხი გაგცეთ, ჯერ მსურს აგიხსნათ თამაში სახელად ქათამი. ორი მანქანა მიდის ერთმანეთისგან და მალე ერთმანეთს შეეჯახებიან. თუ არც ერთმა მძღოლმა არ გადაუხვია, ორივე მოკვდება, მაგრამ გადახვევა არც ერთს არ უნდა, რადგან არ სურთ, რომ თვითონ იყვნენ ქათამი. უნდათ რომ მეორე ადამიანმა გადაუხვიოს და თუ რომ გააგრძელოს გზა, სადაც მიდიოდათ ჩვეულებრივად. რა მოხდება აქ? და შეკითხვა არის შემდეგი: თქვენ რომ იყოთ მათ ადგილას, როგორ აიძულებთ მეორე ადამიანს რომ გადაეხვია და რომ ყოფილიყო ქათამი? ამაზე ბევრი კრეატიული პასუხი არსებობს, თუმცა მე ერთი განსაკუთრებით მიყვარს. ეს არის რომ თქვენ უნდა აიღოთ მანქანის საჭე და გადააგდოთ ფანჯრიდან ისე, რომ მეორე ადამიანმა ეს დაინახოს. ამ შემთხვევაში მას ეცოდინება, რომ თქვენ გზიდან ვეღარ გადაუხვევთ. გამორიცხული ეს ვარიანტი აღარ გაქვთ. ამიტომაც თვითონ მოუწევს რომ გადაუხვიოს და იყოს ქათამი. ამით თქვენ ამოხსნით, რასაც ვეძახით ხოლმე თვითძულების პრობლემას. საკუთარ თავს აიძულებთ, რომ არ გადაუხვიოთ გზიდან. ცხადია ეს ამბავი მართლა მანქანებსა და ქათმებზე ოღონდ არ არის. ეს ორი მძღოლი არის ამერიკა და საბჭოთა კავშირი ცივი ომის პერიოდში და დაჯახება იქნებოდა ბირთვული ომი. და ეს ამონახსნი, რომელიც ვახსენე, არის რაც ამერიკელებმა მოიფიქრეს ცივი ომის პერიოდში. მათი იდეა იყო შემდეგი: ისინი განათავსებდნენ დასავლეთ გერმანიაში ბირთვული იარაღს და მასზე კონტროლს მისცემდნენ ამერიკელ ჯარისკაცებს დასავლეთ გერმანიაში. ანუ თუ სსრკ შეუტევდა დასავლეთ გერმანიას, ამ ჯარისკაცებს სხვა არჩევანი აღარ ექნებოდათ, აუცილებლად მოუწევდათ ამ იარაღის გამოყენება, რათა საკუთარი თავი გადაერჩინათ. ამას ქვია ბირთვული იარაღის გამოყენების პრედელეგირება. პრედელეგირების შედეგად ეს ადამიანები გარანტირებულად გამოიყენებდნენ ბირთვული იარაღს, თუ სსრკ მათ შეუტევდა. ეს ნიშნავს, რომ უკვე ამერიკა თვითძულების პრობლემას ამოხსნიდა. აუცილებლად გამოიყენებდა ბირთვული იარაღს, თუ სსრკ განახორციელებდა თავდასხმას. შესაბამისად, სსრკ-ს მოუწევდა რომ არ შეეტია მისთვის და ამით ამერიკა იქნებოდა უკეთეს მდგომარეობაში. ზუსტად იგივე მოხდებოდა, რაც თამაშს ქათამში. ეს იყო ერთი გამოსავალი, რომელიც მაშინ მოიფიქრეს. მეორეს კი ეწოდება რისკის მანიპულირება. ამის მაგალითი არის, რომ თუ სსრკ უტევს დასავლეთ გერმანიას, თქვენ ადგეთ და სადმე ციმბირში ან უკაცრიელ ადგილას ჩამოაგდოთ ბირთვული იარაღი. ამის ფუნქცია არის, რომ თქვენ რეალურად ბირთვული ომი არ დაგიწყიათ, მაგრამ ანიშნებს საბჭოთა კავშირს, რომ ამისთვის მზად ხართ. ტემპერატურა აწიეთ მაღლა და ძალიან რისკიანი სიტუაცია შექმნით. იმედი აქ არის, რომ ისინი უკან დაიხევენ და ომი არ მოხდება, მაგრამ ცხადია შეიძლება საპირისპირო მოხდეს. ამის ექვივალენტი ალბათ თამაშ ქათამში იქნებოდა, რომ თქვენ მანქანა ააჩქაროთ და ამით მეორე მძღოლს უთხრათ, რომ მე მართლა არ ვაპირებ გადახვევას და შენ მოგიწევს, რომ გადაუხვიო, თორემ მალე ორივენი მოვკვდებით. ეს ორი სტრატეგია, პრედელეგირება და რისკის მანიპულირება არის, სადაც უნდა ვიფიქროთ დღესაც. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელშიც ყველა ბირთვულ სახელმწიფოს ალბათ გააჩნია საპასუხო დარტყმის უნარი. ანუ გვაქვს ურთიერთგანადგურების პრინციპი. შესაბამისად, თუ უნდა ველოდოთ ბირთვულ ესკალაციას, ეს ისევ ამ ორი სტრატეგიის შედეგი იქნება. ხო და მოდი ახლა მოვარგოთ ეს ყველაფერი ვიდეოს დასაწყისში ნახსენებ ორ კრიზისს, უკრაინასა და ტაივანს. უკრაინის შემთხვევაში პრედელეგირება რელევანტური ნაკლებად არის, რადგან თვითონ რუსები მიიწევენ წინ და პრედელეგირება არის ფუნდამენტურად თავდაცვითი სტრატეგია. ეს ალბათ უფრო რელევანტური იქნება 2022 წლისთვის, რადგან 2022 წელს უკრაინელები მიდიოდნენ წინ და რუსებს ჰქონდათ ეს პრობლემა, რომ ვერავის ვერ აჯერებდნენ, რომ შეიძლება ბირთვული იარაღი გამოიყენებინათ იმის დასაცავად, რაც ოკუპირებული ჰქონდათ. და ეს
სწორედ ლოგიკურია, იმიტომ რომ სიგიჟე იქნებოდა რომ ბირთვული იარაღი გამოეყენებინათ პირველად ხერსონის გულისთვის. ამიტომაც ამ დროს რუსეთი წითელ ხაზებს ასახელებდა და შემდგომ არაფერს არ შვებოდა და არავინ არ იჯერებდა ამ წითელ ხაზებს. საერთოდ ალბათ პრედელიგირება რომ ეცადათ, ამასაც ბევრი ადამიანი ეჭვმაქვს რომ არ დაიჯერებდა. იმიტომ რომ უბრალოდ არარეალური იქნებოდა და ალოგიკური. ქართლის ენაზე რომ თქვა, რომ საჭირო გადაიგდო რუსეთს ფანჯრიდან, ხალხი იფიქრებდა რომ ალბათ მეორე საჭი აქვს სადღაც გადანახული. ამიტომაც უკრაინის კონტექსტში ბევრად რელევანტური არის რისკის მანიპულირება. მით უმეტეს რომ ბევრი რუსი ანალიტიკოსი სწორედ ამაზე ლაპარაკობს, რომ უკრაინის თანაცმოები რუსეთის ტერიტორიაზე არის მათთვის მიუღებელი და რომ რადგან ქარხნები დრონების არის ევროპაში, ამიტომაც მათ უნდა დაბომბონ ევროპა და ზოგიერთი მათგანი იძახის, რომ თუ ევროპა მაინც გააგრძელებს უკრაინის დახმარებას, მაშინ საერთოდ ბირთვულ ესკალაციაზე უნდა წავიდნენ. მე რომ არ მოგატყუოთ ამ ყველაფრის საერთოდ არ მჯერა. მე ეჭვი მაქვს რომ უკრაინაში ის გაგრძელდება, რაც ბოლო 2-3 წელია ხდება და თუ დეტალურად გაინტერესებთ ეს თემა, ამაზე ვიდეო მაქვს ჩაწერილი და შეგიძლიათ რომ იხილოთ. ამიტომაც ზოგადად მეტაკლებად გამოურიცხავ რომ შეიძლება უკრაინაში ბირთვული ესკალაცია მოხდეს. თუ სიტუაცია შეიცვალა და უკრაინა წინ წავიდა და რუსეთს რისკები შეექმნა, მაშინ შესაძლებელი იქნება ეს ამბავი, მაგრამ ამოცემულობით არა. ახლა გადავდეთ ტაივანზე. მე მგონია რომ აქ ბირთვული ესკალაციის რისკები მაინც დაბალი არის, მაგრამ რეალისტური. საქმე ისაა რომ ტაივანი ორი მნიშვნელოვანი რაღაცით გავს დასავლეთ გერმანიას ცივი ომის დროს. პირველი, ეს არის მთავარი ფრონტის ხაზი ამერიკასა და ჩინეთს შორის და მათ გეოპოლიტიკურ კონკურენციაში და მეორე, ამ წამს რადგან ტაივანი ესეთი ახლო არის ჩინეთთან, გამოდის რომ მას აქვს სერიოზული სამხედრო უპირატესობა მის გარშემო. ხვალ რომ ჩინეთმა სცადოს ტაივანის აღება და ამერიკა მისი დაცვა, ალბათ ჩინეთი აქ ამერიკას მოერევა. ამას ყველა იაზრებს, მაგრამ ასევე ჩინელები იაზრებენ, რომ ძალიან დიდი იქნება ხარჯი, ისი გაღებაც მოუწევთ. ამიტომაც ეს ზარალი უბრალოდ მათ ამ წამს არ უღირთ. მეტიც, ტაივანის ტერიტორიაზე მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ნახევარგამტარების კომპანია TSMC. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი ამზადებენ ჩიპებს მსოფლიოში წამყვანი ხელოვნური ინტელექტის კომპანიებისთვის. ეს კი მნიშვნელოვანი არის, რადგან თუ ჩინეთი დაიკავებს ტაივანს, გამოდის რომ ამერიკა მასზე წდომას კარგავს და პირიქით იღებს ჩინეთი. ეს კი ძალიან დიდ ზრუებს გამოიწვევდა ხელოვნური ინტელექტისთვის ბოლაში. ამიტომაც გამორიცხული არ არის, რომ ამერიკამ ტაივანის დასაცავად იფიქროს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. ამ წამს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მე ეს ამბავი რეალისტური ამდვილად არ მგონია, მაგრამ შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს. თუ შეიცვლება, იგივე პრობლემა იქნებათ, რაც ჰქონდათ ცივი ომის დროს დასავლეთ გერმანიასთან მიმართებით. მოუწევთ რომ დააჯერონ ჩინეთს, რომ ამას აპირებენ. სავარაუდოდ აქ გამოსავალი პრედელიგირება უნდა იყოს. და მე ფულს რომ დებდე, მგონია რომ ყველაზე დიდი ესკალაციის შანსი სწორედაც რომ აქ არის. თუმცა თუ დაგაწყნარებთ ეს ამბავი, შემიძლია გითხრათ, რომ კისინჯერი და ნიქსონი ორივე აღიარებენ, რომ ამერიკას სამდვილში არ გამოიყენებდა ბირთვული იარაღს, რათა დაეცვა დასავლეთ გერმანია. შესაბამისად, ალბათ ტაივანშიც დაბალი არის ესკალაციის რისკები. კარგი, იმედია ვიდეო მოგეწონათ, ვიცი რომ ამ სათაურის გულისთვის გაყურებინეთ ბირთვულ თეორიას გიგანტური რაღაცა, მაგრამ თუ არ მოგეწონათ, შეგიძლიათ დამეკომენტაროთ. და თუ მოგეწონათ, მაგ შემთხვევაში ძალიან გამიხარდება თუ არ გამოიწერთ და ამ ვიდეოს დაალაიქებთ. კარგად.